შენი თითყვი თუ მე ვთქვა. არა, დაიწყე. გამარჯობა, როგორ ახარ? კარგად, ნეტა, შენ როგორ ხარ? ძალიან კარგად უკვე თანდაყავი, მაგრამ ეხა ისე კარგად თუ არა. ჩემო უალკოჰოლო ლუდმაც იმოქმედა თან და აი ზე განწყობაზე ვარ. შენ რა დრო დაგვიდგა, რომ შენ სვამ თუნდაც უალკოჰოლო ლუდს და მიაგერ ჭიქა წყლით ვარ მოსული. არა. ისე იმდენი ხანია არ დამილევია გრამი ალკოჰოლი, რომ უალკოჰოლოც მათრობს უკვე. ამასთანავე რეკლამას გავუწევ საუკეთესო უალკოჰოლო ლუდი. მართლა ძალიან. ანუ არ ვიცი, მე დამავიწყდა ლუდის გემო და მაგიტო ვერ ხდება, მაგრამ ძალიან კაი გემოა გამას. ნატა, ეგ არ იყიდება საქართველოში და შეიძლება რაღაც იაშიკებით შემოთრება მოგიწიოს იმიდან რა. ანუ პერონი იყიდება, უალკოჰოლო არ ვიცი, მაგრამ პერონი მე მგონი იყიდება საქართველოში. უალკოჰოლოში ძალიან ისა რა ქვია, შეზღუდვა გვაქვს საქართველოში. ავი, ყველასა ორსულებით სვამენ ბავშვი. ანუ არანაირი კონტინგენტი არ არსებობს საქართველოში, რომელიც უალკოჰოლოს დალევს. რისთვის უნდა მაგ ჩვეულებრივი ის არის, რა ქვია, ექიმები წამლად უნიშნავენ ხოლმე, რომ საერთოდ ყველა საღამოს ვიდეო გვახსოვს ეს სითხეში რომ ბავშვი დაცურავს ნიკითა. აუ დაიწყე რა თუ იწყებ რა. ამი ძალიან კარგი ხასიათზე ვარ. როგორ ახლა? ჯერ მომაკითხინე თავი. ამბობ დროს მაქვს ქუთაისელის კილო და რატომ? ქუთაისელის კილო რატომ მაქვს? საიდან მაქვს? განაირად მაქვს არ ვიცი, მაგრამ ქუთაისი რაღაცა ეს შეიძლება რა. მე ქუთაისს ძალიან გიმიყვარს. მე ჩემი აზრით სამტრედია მაგას არ გაპატიებს. არა, ჩვენ ძალიან გვყვარს ერთმანეთი. ზოგადად მთელი იმერეთი ჩვენია რა. ყველა იმერელის ასე რომ შენ ჩახუტებული ყავს გულში? კი. ნატა გამარჯობა. მე მწუთი არ და ვცდილობ თავის დაწყებას რომ თემაზე გადავიდეთ ნეტა. კაი, ხარნინი, აბა შენ რა შვები, შენს კენ რა ხდება? კაი დროსია. დავიცი, კარგად ვარ. აქეთ მაგრად ცხელა საქართველოში, ვიხუთებით. მაგრამ ზამთარში ძალიან რომ მიჭირს ხოლმე ისა სიცივეებზე გაძლება, სულ ესეთ რაღაცას უნდა ვამბობ, რომ ოღონდ ახლა ზამთარი არ იყოს და ნებისმიერ ტემპერატურას შევეგუებით ხო. და მართლა ოღონდ ზამთარი არ იყოს და ამ სიცხესაც შემიძლია ახლა შევეგუო, რაც ხდება საქართველოში, ასე რომ აქ ისეთი კარგი ტემპერატურაა, ისეთი კარგი არის, რომ აი არ ვიცი რა, სასწაული. იდეალური და ძალიან მენანება აქაურობის მიტოვება. ეხა. მაგრამ ფესვები გიძახის. ოჰო, მიძახის, რას ვიზამთ, ესე იცის ხოლმე 40 გრადუსში გამოძახება და რა ვშობთ დღეს? დღეს რა ვშობთ? ვინც გიყურეთ წინა კვირას 7 საათზე. იცით რომ ვიდეო ჩავწერეთ უცხოეთში სწავლაზე. და ანუ ძირითადად ვიდეოში ვილაპარაკეთ, თუ არ გინახავთ და ვიმეს გაინტერესებთ ეს ამბავი, გირჩევთ რომ უყუროთ. იმიტომ რომ ვილაპარაკეთ უცხოეთში წასვლის დოკუმენტებზე რა დოკუმენტები არის საჭირო. სამოტივაციო, სარეკომენდაციო CV გასაუბრება და ხო ნინის გასაუბრება თუ გინდათ ნახოთ, რომელიც დააჩქარა და არ გამოაჩინა თავისი მარგალიტები ბოლომდე. ხო, ნუ გასაუბრებაც შეგიძლიათ ნახოთ, მაინც ჩემი კითხვები მაინც ჩანს. ასე თუ ის ნინის სახე აქ იღა მელასი. მელა სახე აქ. ძალიან დაფეივდი, ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა გასაუბრებაზე და რაღაცა ისა შფოთვები მქონდა. არ მე ხო ესე სულ ფორმაში გამყოფებ ნინი, ეგ არის ჩემი მთავარი мотиваცია. ანუ ხოლმე რომ ამოვიცნო. არა, არ შეიძლება. ხო და მოკლედ ამ ვიდეოების გაშვების მერე ჩვენი learning wheel-ის ადამიანები და ვინც გულშემატკივრობდა და გვისმენდა და გვიყურებდა ისევე გამოჩნდნენ, აი ეს რომ ნინი რო ბოდიშებს უხდი და რო არ გპასუხობთო, ის ადამიანები ისევე გამოჩნდნენ და გთხოვეს რომ რამდენიმე მოგწერა, ეხლა არ ვიტყვი ხა 1000-ით და 1000-ობით თქო არა, მაგრამ რამდენიმე მოგწერა რომ კარგი იქნებაო თუ ვიდეოს ჩაწერთო ზოგადად ამ პროგრამებზეო რა პროგრამები არისო, სად შეგვიძლია გაგზავნო და ასე შემდეგ. ხა ბევრ პროგრამას ვერ მიმოვიხილავთ, მაგრამ რამდენიმე ძირითადს განახებთ რა, როგორ შეგიძლიათ ნახოთ, სად და ასე შემდეგ.
ხო და დღეს დავიწყებ ამ პროგრამების წარდგენას და ეკრანის გაზიარებასაც ეხლავე 2 წამში ვიზამ ჩემი საყვარელი პროგრამით, რომელზეც მე თვითონ ვსწავლობდი. რა გაცინებს ნინით? ყველაფერი. სერიოზულად, ცოტა სერიოზულად. თითქმის ხო, აი მე გამზადებული მაქვს ყველაფერი. მოდი, ახლა ვნახოთ. ხედავ, ხო? ხედავს. ხალხი უყურებს. როგორ როგორ ვიპოვოთ ახლა პირველ რიგში ეს პროგრამა? ანუ ვებსაიტი მეც არ მახსოვს ხოლმე ზეპირად, რა თქმა უნდა. პირველ რიგში შეგიძლიათ ჩაწეროთ Erasmus Mundus Joint Master Scholarships. ან მოდი აი ესეც მოვძებნოთ, მე ძირითადად EMI რამდენჯერ მაქვს მოძებნილი EMGMD კატალოგი. და შევდივართ მე აი პირველივე ლინკზე. და აქ ხედავთ Erasmus-ის joint პროგრამებს. მოდი ახლა მოკლედ ვიტყვი რა არის Erasmus Joint Master Degree Programs და თან ამას ხო. დაგაგებინებთ. ანუ Erasmus Mundus Joint Master Degree ეს არის სრული სახელი, ანუ Erasmus-ის ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და ამ პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ ისწავლოთ 2 ან მეტ ქვეყანაში მინიმუმ 3 სხვადასხვა, ანუ აი აგერ არის მინიმუმ 3 სხვადასხვა უნივერსიტეტი ან ორგანიზაცია უნდა იყოს მინიმუმ 3 სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ ამ პროგრამის ფარგლებში აუცილებლად გიწევთ ძალიან დიდი მობილობა, ესე რომ ვთქვათ და დადიხართ ერთი ქალაქიდან და ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში. რა არის ამ თან ძალიან კარგი სტიპენდია აქვს. მე თვითონ ვსწავლობდი ასეთ პროგრამაზე ერთ-ერთზე ამათგან და არის ანუ აი უკარგეს ერთ-ერთი საუკეთესო არის ჩემი აზრით. კარგი უნივერსიტეტები, კარგი სტიპენდია, ყველაფერი ეს scholarship-იც ხო, თქვი კიდევაც, scholarship-იც ყველა ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატურია. ანუ ადეკვატურზე უკეთესიც არის ჩემი გადმოსახედიდან. ანუ რაც მთავარია ფარავს მგზავრობას, ვიზას და საცხოვრებელ ხარჯებს. იღებთ joint degrees ან double degrees. ანუ რას ნიშნავს? ანუ multiple იგივე double. joint degree ნიშნავს, რომ ერთი დიპლომი გაქვს და ორი უნივერსიტეტის სახელწერია შიგნით, ან რამდენიმე დიპლომი გაქვს. მაგალითად, მე 2 დიპლომი მაქვს, ერთი გასროლით, 2 კურდღელი დავიჭირე. ესე რომ ვთქვათ. ხო, ოქტომბრიდან იანვრამდე არის მიღების დროები ძირითადად და ყველა პროგრამას აქვს სხვადასხვა. უნდა გქონდეთ აუცილებლად ბაკალავრის ხარისხი და რა თქმა უნდა, ეხლა დამთავრებული უნდა გქონდეთ სანამ სამაგისტრო პროგრამა დაიწყება. მაგრამ თუ ბაკალავრის ბოლო კურსზე ხართ, გაგზავნა უკვე შეგიძლიათ. ხო, ანუ ერთ-ერთი მაგიტომაც დავიწყე ამითი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პროგრამაა, სადაც პრიორიტეტი არის რომ ისწავლო. ანუ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რა, რომ იმდენს გიხდიან სტიპენდიასაც, დანარჩენ რაღაცებსაც ისე გაძლევენ, რომ რაღაც არ იფიქრო სხვაგან მუშაობაზე და მაქსიმალურად ორიენტირებული და ფოკუსირებული იყოს სწავლაზე. და თან რაც მთავარია, ეს არის ერთ-ერთი პროგრამა, სადაც ევროკავშირი full steps ისე, რომ უმეტესად არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან წამოსულ სტუდენტებს აფინანსებენ. ანუ აი მაგალითად დაახლოებით 20 სტიპენდია თუ არ და 20 სტუდენტს თუ იღებენ, აქედან ერთი ან ორი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან და დანარჩენი მთელი დანარჩენი მსოფლიოდან. მაგალითად ჩვენ ვიყავით 21-ნი ჩემ პროგრამაზე და ორი ყავდა ევროკავშირის სახელით და დანარჩენები ყველანი ვიყავით, რა ვიცი, ან 18 სხვადასხვა ქვეყნიდან, ან მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა. ძალიან საინტერესო არის ამ ხრევაც. აი დავუბრუნდები ახლა გაზიარებას და ვნახოთ ახლა სად შეიძლება ვნახოთ თვითონ ეს პროგრამები. ხედავ ხო ნინი? რო დავაზუსტოთ. კი, ჩანს. იმავე ვებსაიტზე, სადაც წეღან ვიყავი შესული, აი აგერ გადავდივართ, search the course catalog, კატალოგში შევდივართ და აი აქ ვნახულობთ უკვე ჩვეულებრივად ყველა პროგრამა არის ჩამოწერილი. 214 პროგრამა არის უკვე ყოველწლიურად ემატება ჩემი გამოცდილებით. და ძალიან დეტალებში რო აღარ ჩავიდეთ, ერთ მნიშვნელოვან რაღაცას ვიტყვი აქ, რომ შეგიძლიათ ანუ ამ ლინკზე შეხვიდეთ, ანუ ზედა ლინკზე ან ქვედაზე, ნებისმიერზე, ხა აი გავხსნათ ეს ერთი. ეს გადამიყვანს უშუალოდ პროგრამის ვებსაიტზე, და რამხელა განათება აქვს. ეს გადამიყვანს თვითონ ევროკავშირის მხარეს. ანუ აქ ხედავთ ზოგად მიმოხილვას რა. მოკლედ პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ აი ეს პირველი ლინკი, სადაც წერია, სადაც გადაგიყვანთ, გადახვალთ აი ასეთ ანუ ყველა ასეთი ცხადია არ არის, ანუ ყველა სხვა რაღაცას გავხსნით, თორე ამის იასამნისფერი არ მოვწონს. აი ამ პროგრამაზე ვნახოთ. ხო, ცოტა ადეკვატური ფერები აქვს აბა.
და ხო, აი აქ ნახავთ ყველა დანარჩენ ინფორმაციას. აი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება application and enrollment-ი, ანუ აქ ნახავთ, როდის უნდა გააგზავნოთ, საიდან სადამდე იქნება ფანჯარა ღია, რა დოკუმენტები გჭირდებათ, რა გამოცდილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან დეტალებში ვფიქრობ, რომ არ ღირს ჩასვლა. ერთ-ერთი, მოდი timeline-ი ვნახოთ, ერთ-ერთი სამ კონკრეტულის. ანუ open call-ი გაიხსნება 27 დეკემბერს და დედლაინი არის 14 თებერვალს. ყველაფერი წერია აქ. ანუ და ეს open call-ი რას ნიშნავს, რომ როდესაც განაცხადის გაგზავნა უკვე შემეძლება მოგროვებული ინფორმაციის, ხო? კი, და კი, ნუ ხო, დედლაინის შესაბამისად სანამდე შემეძლება ეს ყველაფერი. დიახ. ხო, ანუ ახლა ძალიან დეტალურად რო აღარ გავიაროთ და ბევრი დრო არ დავხარჯოთ, გირჩევთ, რომ ნებისმიერი პროგრამა ესე თქვენთვის საინტერესო მოძებნოთ. ამ, ერთ პატარა რჩევას მივცემ კიდე, როგორ მოძებნოთ და გაფილტრონ, ანუ ხო, keyword-ები. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა, ხო? თუ გინდა შენ თქვი მიდი და მე ვანახებ არა, უბრალოდ. მეთქვა კი რა მეკითხა, ხო? ფილტრიც ხო, ძალიან ცუდი ფილტრი აქვს, ძალიან ცუდი ფილტრი აქვს, ძალიან არ მომწონს და ერთადერთი რაც მიყვარს არის აი ამ keyword-ებით მოძებნა და მაგალითად ჩავწეროთ ახლა education. მე რაც მაქვს ნასწავლი, ვთქვათ ეს სიტყვა. მეც ეგ უნდა, მეც მომივიდა ეხა თავში ეგრე ეგ ჩაწერეთ. და ანუ აი აქ ვნახავთ education-ი რომელ პროგრამის სახელშიც არის რაღაცნაირად დაკავშირებული. მაგალითად education, migration and diversity, master international science, inclusive education, რაღაცა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგალითად მაინტერესებს, აბა რა გაინტერესებს, ნინი, დავტესტოთ. მაგალითად ჩამოხვემოთ აი European მასივი გახსენე. სიტყვა მითხარით ხო, სიტყვა რომ ფილტრი ვანახოთ. gender studies ჩაწერი, აბა, თუ არის? აბა ვნახოთ gender. gender რაღაცა. არ გვინდა mathematical Erasmus Mundus degree in women's and gender studies. აი აგერ არის. ეგ მახსოვს, რომ მაგაზე მინდოდა ჩაბარება ერთი პერიოდი და მაქედან მახსოვს. ეს ჯემა ან კიდე არსებობს. ბუდაპეშტში იყო მგონი, ბუდაპეშტი იყო მგონი ერთ-ერთი ქვეყანა. ეს შევხედოთ აქ რა ხდება. იგი ანუ პრინციპი ყველას მსგავსი აქვს, ყველას აქვს თავის დედლაინი და მხოლოდ 3 პროგრამაზე შეგიძლიათ გაგზავნა. 3 პროგრამაზე. წლის განმავლობაში, ანუ სამუდამოდ კი, ყოველწლიურად შეგიძლიათ გააგზავნოთ მაქსიმუმ 3-ზე. და კითხვა მაქვს ერთ წუთი, სანამ გააგრძელებ. ან შემიძლია სხვა ეს 3 პროგრამა სხვა მიმართულებებიდან ავარჩიოთ, მაგალითად ერთ-ერთი იყოს gender study, მეორე იყოს ფილოსოფია პირობითად და მესამე იყოს, რა ვიცი, digital marketing-ი. რამე ერთმანეთს უყურებენ ესენი, რომ აი მაგალითად რაც ცოტა ისეთი არასტაბილური ტიპი ხო არ ვეგონები, რომ ყველაფერზე მინდა მოდება. არა. ამ შემთხვევაში გზახსნილია რა ფიზიკაზე გააგზავნე, ფილოსოფიაზე და ხო. რავი, ექთნის გადავეკიდეთ ამ ფილოსოფიას და ექთას წინა ხო, და აგერ არის კონსორციუმი. კონსორციუმი ნიშნავს შემადგენელი უნივერსიტეტები, ანუ მაგალითად University of Granada, მერე ვინ ყავს აქ? University of Oviedo, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტი, უჯის უნივერსიტეტი პოლონეთში, იორკის უნივერსიტეტი, უტრეხტი. ეს რა არის, რომ სავარაუდოდ ამ ქვეყნებში მომიწევს და ამ უნივერსიტეტებში მომიწევს სწავლა, თუ რას ნიშნავს ეს? უცილებლად ესენი არიან თვითონ კონსორციუმის წევრები, ანუ ამათი ერთობლივი ძალისხმევით არის შექმნილი ეს პროგრამა და ამათ აქვთ გადანაწილებული სემესტრების მიხედვით. მოდი ვნახოთ აი აგერ პროგრამა, კარგი, ამასაც შევხედოთ ბარემ, აი კურიკულუმს. და კურიკულუმში ჩვენ გვაინტერესებს სტრუქტურა და ნახე აი აგერ არის როგორ არის სტრუქტურა მოწყობილი, პირველი წელი 60 კრედიტი, მეორე წელი 60 კრედიტი. ხა მაინტერესებს თუ აქვთ ატვირთული ხო, Mobility University, ხო, ანუ აი აქ არის განმარტებული როგორ და სად შეგიძლიათ რომ გააგზავნოთ და ისწავლოთ. და ანუ ენებიც არის აქ მოთხოვნილი და ენასაც, ანუ მაგალითად თუ გრანადაში გინდათ წასვლა პირველი წელი, მაშინ ესპანურად იქნება. თუ მეორე წელი ინგლისური ან ესპანური. ანუ აი ესეთ დეტალებს ახლა ძალიან რო არ ჩაუღრმავდეთ მართლა ყველაფერს. ყველა პროგრამას აქვს, აი მაგიტომაც არ ღირს რა ძალიან დეტალებში ჩასვლა. გამოვრთავ ახლა ცოტა ხანი. აქვს აი ესე ანუ 214 ხო დაინახე იქ ზემოთ რო ეწერა. 214-ვეს აქვს თავისი წესი. რა თქმა უნდა, ესენი მეტნაკლებად მსგავსია. ზუსტად იგივე დოკუმენტები გჭირდებათ, რაზეც წინაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ხო, ანუ მაინც უნდა შეხვიდეთ და ნახოთ.
ხო, დეტალურად რო დაკვირდე. კიდე ერთი კითხვა მექნება და ვშევ ერასმუსზე შეგვიძლია რომ მოვრჩეთ IELTS-ი ვიცი რომ ინგლისური სერტიფიკატი გჭირდება და აი მაგალითად განაცხადს რომ გავაკეთებ რაც თქვი რომ დეკემბრის ბოლოსკენ. მაგ დროს უკვე IELTS-ი ჩაბარებული უნდა მქონდეს თუ მე მაძლევენ დროს. შეკითხვა არის ნინი. მე ძალიან კარგი კითხვებს ვსვამ ყოველთვის. იცი რა არის? ეს ყოველთვის ჯობია რომ გაარკვიო მიმღებ უნივერსიტეტთან რა, ანუ ვისთანაც უნდა გააგზავნო აპლიკაცია, ან კოორდინატორთან. იმიტომ რომ ზოგიერთი პროგრამა მაგალითად გაძლევს უფლებას, რომ გვიან ატვირთო. აი რა ვიცი, სანამ საბოლოო არჩევის ეტაპი იქნება. იქამდე ატვირთო, იმიტომ რომ ინგლისური უკვე გახდა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, ესე რომ ვთქვათ, უცხოეთში სწავლის. ანუ და თან აი ასეთ პროგრამებზე სოციალური მეცნიერებების პროგრამები, Humanities რაც არის, ხო? ტექ მიმართულებითაც საკმაოდ აიწია უკვე სტანდარტი, მაგრამ განსაკუთრებით არატექ მიმართულებებში ინგლისურზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. მოთხოვნას რომ თავი დაანებო, თუ ინგლისური B2 დონეზე მაინც არიცი, ძალიან გაგიჭირდება. სწავლა გაგიჭირდება, თორე კომუნიკაცია არა. სწავლა, იმიტომ რომ ინგლისურად უნდა იკითხო, ინგლისურად უნდა წერო, ინგლისურად უნდა უყურო რაღაცას და უსმინო. და ანუ აი B2 IELTS-ის ქულების სკალაზე რო გადავიყვანოთ 6.5 მინიმუმ IELTS-ში. თუმცა გინდა TOEFL-ი ქონდეს, გინდა IELTS-ი და ძალიან მიღებული გახდა Duolingo. ძალიან ბევრი უნივერსიტეტი აღიარებს უკვე Duolingo-ს, იმიტომ რომ Duolingo-ს კი, საკმაოდ სანდო არის სხვათა შორის. აი ხა Joint-ზე არ ვიცი, ბევრზე აღარ მქონია შეხება, მაგრამ ბევრი უნივერსიტეტის მისაღებ რაღაცა მოთხოვნებში მინახავს უკვე Duolingo, იმიტომ რომ რაღაცა ვიდეოს გიწერენ, რომ არ ვიცი, ეს ჩემი კამერა რატო გადაირია ეხა. არ ვიცი. ანუ რომ გაჩერდეს არ შეიძლება, რატო დახტუნაო? ხო, გავაგრძელი. ხო და ბევრი მაშინ მინახავს, რომ Duolingo ღმერთო ჩემო. Duolingo-საც იღებენ, რომელიც არის უფრო იაფი და უფრო მარტივად ჩასაბარებელი, იმიტომ რომ სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. ნუ ელოდები ახლა რომ კიდე იზამ. აი ახლა გადავალ შემდეგზე, ეს არის სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმი. ხო, ეგეც საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ყველაზე ისე რა ქვია, ჰაილაითი რა, რაც სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმზე მახსენდება, რომ როგორც მახსოვს, აქ ჯერ საქართველოში გადიხარ, ხო, გასაუბრებას. და მე ვიქეთ უნგრეთში და აბა გვაჩვენე საიტი, სადაც შეიძლება რომ ნახოთ მაგაზე ინფორმაცია. რაღაცა ზოგადი ინფორმაციის საიტი, აქ ეხლა ჯერჯერობით არ არის გახსნილი და უბრალოდ შეგიძლიათ აი აქ ნახოთ დეტალები, რაღაცა რას აკეთებენ, როგორ ასე. და აი ამას რო აწვევი, გადადიხარ თვითონ უშუალოდ აპლიკაციის ვებსაიტზე, სადაც ავსებთ, ანუ აქ დარეგისტრირდები, აი ესე დამარჯვენა კუთხეში არის რეგისტრაცია და როდესაც შეხვალ, უკვე ნახავ უნივერსიტეტებს, ანუ აი აგერ what do you want to study, შეავსებ ამ დეტალებს, მოდი ვცადოთ, არ ვიცი, შევავთო რა თქვა, სოციოლოგი. და იცი რა გამახსენე, მანამ სანამ მაგას ავსებ, რომ მან უნივერსიტეტში მაქსაიძე გიღებენ და საქართველოში გადიხარ გასაუბრებას, რომ ეს სტიპენდია მოიპოვო, ხო? სწორად მახსოვს. ანუ ორივე ნაწილი არის ცალ-ცალკე, ანუ საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრი, ანუ მათ აქვთ ეს ვებსაიტი, აი ეს არის განათლების საერთაშორისო ცენტრი. და უდევ სხვადასხვა ინფორმაცია მაგ ყველაფერზე. ის არის აგერ გახსნილი აქვთ უკვე 25-26 სასწავლო წელი. და აი საპარტნიორო პროგრამის ანუ რაღაცა ეს არის ჰუნგარიკუმის გამარჯვებულები უკვე აი ამ წელიწადს ვინ წამოვიდნენ. მაგალითად 26-27 წლის აკადემიური წლის Fulbright და სამაგისტრო. გვინდა ახლა. ეს ეხლა თუ 26-27 წლისთვის და მიმდინარე არის, აი ნახე, მიმდინარე საწერია, უყურე, მიმდინარე. სხვა პროგრამებიც აქვთ და ვინც დაინტერესებულია, ურჩევ რომ ამ საიტსაც შეხედოს. უბრალოდ, ანუ ეს განათლების საერთაშორისო ცენტრი არის ერთგვარი შუამავალი რაღაცა პროგრამების შემთხვევაში და მათი გავლით უნდა წახვიდე. ანუ მაგალითად ჰუნგარიკუმზე როგორც დამოუკიდებლად მარტო ვერ წახვალ.
joint-ზე, რომელზეც წეღან ვილაპარაკეთ, იმაზე მარტო მიდიხარ, ანუ არავისთან შეხება არ გაქვს საქართველოში, დამოუკიდებლად დავსებ აპლიკაციას, აგზავნი და მიდიხარ. Hungarikum-ზე აქაც უნდა ატვირთო აპლიკაცია, ამათ ვებგვერდზეც და აი აქაც. ანუ აი მაგალითად სოციოლოგია გავფილტრე, რა ვიცი, ეხა არ არის გახსნილი, ან დაახლოებით ნოემბერში იხსნება ხოლმე ამათი. და მოდი, კორვინუსი საკმაოდ კარგი უნივერსიტეტია, ეხლა სოციოლოგია არ ამოაგდო, მაგრამ communication and media studies, რაღაცა ცოტა სხვანაირია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველას აქვს მსგავსი პრინციპი რა. და აი აქ წერია ეხლა ხო, სად არის სწავლა, იმიტომ რომ მარტო ბუდაპეშტში არ არის, უნგრეთში არის, დებრეცენში, პეჩში, ზეგეცში და ასე შემდეგ. ბევრი უნივერსიტეტია სხვადასხვა ქალაქში, ამიტომ დააკვირდით, სად არის, რამდენ ხნიანია, ანუ შეიძლება იყოს 6 სემესტრიანი, 7 სემესტრი, ეს მაგალითად ბაკალავრია. ხო, ის არ დაგვაუწყდეს, რომ ჰუნგარიკუმს როგორც ბაკალავრი, ასევე მაგისტრატურა და დოქტორანტურაც აქვს. Joint-ს აქვს მხოლოდ სამაგისტრო პროგრამები. აჰა. უსკოდის, ხო? და აი აქ ნახავთ ყველა ჩამოთვალს. მაგალითად, აგერ ინგლისური B2, ანუ როგორც თქვით, და თუმცა ესენი IELTS-ი 6-დან 0-საც აღიარებენ. აი, Duolingo, როგორც უკვე თქვი, Duolingo-საც ვა, აღიარებენ მისაღებ პროცესში. ვა, რა უცნაურია, სადღაც ალბათ 2 წლის წინ, 3 წლის წინ, მაგას ვერ წარმოვიდგენი, რომ მაშინ რა ქვია, Duolingo გამოჩნდებოდა IELTS-თან და TOEFL-თან ერთად. ძალიან მაგარია. კი რა ხო, არის? პრინციპში იქაც სწავლებას გადიხარ და ის არის, რა ქვია. თან ანუ გამოცდას რო წერ Duolingo-სას, კამერას გართვევინებენ და თან ანუ ოთახში მარტო იყო, მაგის ანუ თან რავი AI-ის ხანაში ვცხოვრობთ რა და დარწმუნებული ვარ რომ არც ეგეთი რთული არ არის მაგისი კონტროლი რომ ვიღაცამ შენ მაგივრად არ დაწეროს. და რავი არც დიდი პრობლემა ანუ თან აი რეალურად მაგ დროს ერთი რაღაცა უნდა გავიაზროთ რა. და ჩემზეც ანუ თუ ეგეთი კარგი ტიპი ხარ და კარგი აპლიკაცია გაქვს, ინგლისურიც გეცოდინება და ისინიც მეტნაკლებად მაგას თვლიან რა. იმიტომ რომ ანუ რავი, შენ მაგივრად თუ ვიღაცას დააწერინე ეს გამოცდა, აი რავი, ძალიან გაგიჭირდება სწავლა. ძალიან გაგიჭირდება სწავლა და ამიტომ ჯუმჯობესია რომ შენ თვითონ დაწერო და შენი თავი შეამოწმო. ეხლა ცალკე საკითხია სტანდარტიზებული ტესტები, როგორ წერს და როგორ ამოწმებს, ეგ სხვა თემა არის. მოდი ეხლა ნუ ჩავუღრმავდებით ეხა ამის დეტალებს. მაგრამ ხო რა, ანუ მაინც კარგია ჩემი აზრით, იმიტომ რომ უფრო მეტ ადამიანს აქვს შესაძლებლობა რომ გააგზავნოს მსგავს პროგრამებზე. კი, ნათ მადლობა. ერთადერთ რაღაცას დავამატებ. კი, ახლა ალბათ გაგიჩნდებათ აზრი, რომ რა ზედაპირულად და მოკლედ აღწერთ ყველაფერს და გეთახმებით, რომ აი თქვენი დღევანდელი შეხვედრის იდეა ზუსტად ეგ იყო. თუმცა თუ მეტი ჩაღრმავება გჭირდებათ ამ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ შემოგბრძანდეთ ჩვენს Facebook გვერდზე, ორი სკამი, როგორც ახლა გვიყურებთ YouTube-ზე, ისე გადახვიდეთ. ეგ ორი სკამი გვაქვს. ძველი learning wheel-ის, რომელიც არაერთხელ ვახსენეთ, learning wheel-ის page-ი არის და რო ჩამოხვალთ ვიდეოებში რო შეხვალთ და რო ჩამოსკროლავთ, ნახავთ თითოეულ პროგრამაზე, რასაც ახლა გავივლით მინიმუმ, ძალიან დეტალურ ვებინარებს, სადაც ყავს მოწვეული სტუმრები, თვითონ აღწერენ რა ეტაპები გაიარეს აპლიკაციის შერჩევისას, გასაუბრებაზე, იქ სწავლა როგორია და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ მეტი ინფორმაცია დაგჭირდებათ ამ ყველაფერზე, მოკლედ ძალიან დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს Learning Wheel-ში და ახლა უკვე ორი სკამის Facebook-ის, ოღონდ მანამდე Learning Wheel-ი. შემდეგი არის დიდი ბრიტანეთი თუ გიყვართ და თუ გსურთ დიდი ბრიტანეთში სწავლა, არსებობს ესეთი ძალიან კარგი პროგრამა, Tuning-ი, რომელიც სრულად აფინანსებს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს უკაცრავად გაერთიანებული სამეფოს პროგრამებს. და ამ შემთხვევაში როგორ ხდება? აქაც გავაზიარებ უცებ ეკრანს. აი ასე. Tuning-ი ქვია, ესე რომ ვთქვათ, ანუ მე ჩავწერე Tuning Scholarship 2025, აგერ ანუ даже Gemini, რომელიც Google-ს მიბმული ხელოვნური ინტელექტია, პირდაპირ ამომიგდო, აი აგერ ინფორმაცია და ესეც კარგია რომ აჩვენოთ, ანუ ესე თუ ეძებთ ხოლმე Google-ში რაღაცებს და მე ძალიან მივეჩვიე უკვე, თვითონ AI მიგდებს მიმოხილვას ამ კონკრეტული საკითხისას და ესეც ძალიან მოსახერხებელია.
ანუ მაგალითად აპლიკაციის დროები, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გააგზავნოთ სამუშაო გამოცდილება და სამუშაო გამოცდილება tuning-ზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საათების მიხედვით ითხოვენ. სააპლიკაციო პროცესსაც შეგიძლია ნახოთ, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი გვერდი, რომელსაც განახებთ და ხო, ანუ რაზე, ხო, tuning-ის თვითონ პროგრამები ზოგადად რა არის აზრი tuning-ის. რო თქვენ მოგცეთ განათლება საუკეთესო უნივერსიტეტებში, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსი და მერე დაბრუნდეთ ქვეყანაში. ანუ თქვენ მათთან აწერთ ხელს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდებით საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი სუსტად იმიტომაც დებენ ამ განვითარებადი ქვეყნების სტუდენტებში ფულს და იმიტომაც აფინანსებენ ძალიან დიდ თანხებზე აქვს საუბარი. ანუ სტიპენდია იმაზე ოდნავ ნაკლები არის თუ სწორად მახსოვს რამდენიც Erasmus Joint-ზე, თუმცა ამ შემთხვევაში სწავლის გადასახადი უზარმაზარი თანხებია, ხო? ეხლა გაერთიანებულ სამეფოში ერთწლიანია ხო თან როგორც მახსოვს? მხოლოდ ერთწლიან სამაგისტროებს ო. აფინანსებენ ესენი, არ აფინანსებს 2 წლიანს. და ანუ აი აგერ შევდივართ application timeline, ანუ აი აქ დეტალურად იქნება ანუ ყველაფერი არის გათვლილი, ეხლა მე რო არ დავიწყო სათითაოდ გავლა. აი აგერ eligibility criteria ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი ხო ყველაფერი დეტალურად რა პასუხი როდის იცი ისიც კი გაწერილია წინასწარ. რა თქმა უნდა ძალიან ორგანიზებული აქვს ეს პროცესი. და მოდი ახლა გავალ უკან და ვნახავ პირდაპირ apply სადაც გქონდა აი აგერ. ვუთითებთ საქართველოს აქ. რა გადავიყვანოთ. ჯობია და select your hour, ჩვენ გვჭირდება scholarship search. ამ წუთას დახურულია, ეს არის სავარაუდოდ, ცოტა ძველი სურათი არის ეს, რამდენიმე წლის წინ იყვნენ ესენი. და აი აქ ვნახულობთ ყველა ინფორმაციას და აგერ გაიდიც არის, აპლიკაციის timeline-ი, სად შეგვიძლია ავტვირთოთ, ისევ იგივეს დავაწაკი, მაგრამ ხო, ანუ ყველა დეტალი არის აი აქ განხილული. აღარ ჩავალ ისევე სათითაო დეტალებში ამაშიც, იმიტომ რომ ნუ იგივე მსგავსი პროცესი არის ამ შემთხვევაში. უბრალოდ ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ. უბრალოდ ეხა დახურული აპლიკაცია და უშუალოდ პორტალზე ვერ შევალ რომ ის განახოთ. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დამავიწყდა რეფერენსები, ანუ სარეკომენდაციო წერილები და ინტერვიუ. და Facebook-ზე აქ კიდევ ერთი რჩევა, რომ Facebook-ზე ძალიან ბევრი ჯგუფი არის და შეგიძლიათ მოძებნოთ, აი თუ დაიწყებთ თქვათ მომზადებას, ძალიან ბევრი ჯგუფია, რომელშიც აი უამრავი საერთაშორისო კანდიდატი ემზადება ამ პროგრამისთვის. და იქ ნახავთ სამოტივაციოების მაგალითებს, გაიდები. რჩევებს აძლევენ ერთმანეთს. ანუ აი ძალიან, ოღონდ ანუ კონკურენცია არის, აი რა ვიცი, ძალიან დიდი კონკურენცია აქ მართლა. და ხო, ნუ ძალიან ბევრი უნდა იშრომოთ და ძალიან კარგად მოემზადოთ აი ამ აპლიკაციის გაკეთება. ესეების დაწერა ვიცი რომ მაგათი მთავარი ის არის რა ქვია, ეს 3 ესეა როგორც მახსოვს. 3 ესე იწერება და მერე მაგის ერთ-ერთი მაგის საფუძველზე ხდება არჩევა. ხო, ძალიან ესეთი არის ორგანიზებული პროცესია ეს, ძალიან ესე იგი straightforward რაღაცა ესე მიზანმიმართული და აწყობილი და ნუ ხო. დიდი ბრიტანეთი გაერთიანებული სამეფოა ეხა სხვანაირად. კი, სხვანაირად ვერ ციქრე. ხო, ჰუნგარიკუმზე რაც დაგვავიწყდა ჩემი აზრით, ეხლა უბრალოდ გამახსნა, სტიპენდიის რაოდენობა არ გვიხსენებია. სამთავაში სტიპენდია ბევრი არ არის, აი რო თქვი რომ ჯოინტზე მაგალითად მათი პრიორიტეტი არის რომ აუცილებლად რა სწავლაზე იყო ორიენტირებული, ჰუნგარიკუმის შემთხვევაში ამხელა არ არის. ბევრად ცოტა არის სტიპენდია. საკმაოდ ესეთი pocket money არის უფრო, ჯიბის ფული არის, ესე რომ ვთქვათ, რასაც გაძლევენ. რა თქმა უნდა, სწავლის ხარჯები სრულად არაზღაურებულია, დაზღვევა გაქვთ. ვიზის ხარჯებიც არაზღაურებულია, ყველაფერს უზრუნველყოფენ, თუმცა დაახლოებით 200 ევროს გაძლევენ სახარჯო ფულს, რომელიც ნუ ეხლა დიდად საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში, ან tuning-ის შემთხვევაში ეს თანხები ბევრად უფრო მაღალია. კიდევ ნინი რამეს ხوار დაამატებდი tuning-ზე? არა. ხო, ეგ ერთ-ერთი იმას დავამატებდი, რომ tuning-ზე ჩვენს ორის კამის Facebook-ზე არის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ეს ბილი ლუ გამეპარა.
საიდან მიყარება არ ვიცი. ბოლო რაც მაქვს დღევანდელი გახსნილი, ეს არის სხვათა შორის ახალი პროგრამები, ამაზე Learning-ულში არ ვაკეთებდით ხოლმე მიმოხილვას. ეს არის EIT Digital-ი, რომელიც ძირითადად არის ტექ მიმართულებაზე მორგებული სამაგისტრო პროგრამები. ძალიან გავს joints, პირველად რომელიც ავხსენეთ იმას. აჰა. აი ეს არის master school-ი და აქ არის პროგრამები რაზე არის, ხო? აი ძალიან სპეციფიკურ სამაგისტრო პროცესებზე არის. ავტონომიური სისტემები და intelligent robots, აი აგერ 9 არის თუ სწორად მახსოვს, ხო, 9 პროგრამა არის, საკმაოდ ტექ მიმართულებით ძალიან სპეციფიკურად. ამათ არ აქვთ დიდი რაოდენობით სტიპენდია, ისე როგორც თქვათ სხვა პროგრამები, რომლებიც ჩამოვთვალეთ. თუმცა ამათაც აქვთ რამდენიმე მიმართულება. ამ ეტაპზე დახურულია მიღება და აი აგერ არის fees and scholarships და რამდენიმე ეტაპად აქვთ, ეს არის გადასახადები, ამას შეხედავთ ამ წუთას, მაგრამ ხო, აი არის შემთხვევა, როცა უფინანსებენ სრულად ყველა გადასახადს და აძლევენ სტიპენდიას, არის რომ მაგალითად არ ახდევინებენ უნივერსიტეტის გადასახადს, ან ნაწილობრივ არ ახდევინებენ, ანუ ნაწილობრივ უფარავენ. ეს რამდენიმე ეტაპად არის ეს და აქაც მე ვფიქრობ, რომ ღირს გაგზავნა. ესეც Erasmus-ის მსგავსად არის რამდენიმე უნივერსიტეტი არის გაერთიანებული, აი აგერ არის EIT Digital Scholarships და აი ეს ეტაპები არა. ესეც საინტერესოა ძალიან ჩემი აზრით. და აქაც რამდენიმე უნივერსიტეტი არის ორგანიზებული და ამ რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლობთ. ანუ აი მაგალითად ვნახოთ Discover Now, აი cyber security-ზე შევიდეთ, აი აქ არის ბენეფიტები რა შეიძლება, როგორ რატო გადაწყვეტოთ არის თუ არა ეს პროგრამა. ხო, აი ეს მინდოდა მეჩვენებინა. პირველი წელი სად ისწავლით, მერე შუაში აქვთ აუცილებლად ზაფხული სკოლა, summer school-ი და მერე აქვთ exit university, ან დამამთავრებელი უნივერსიტეტი. ამ ფასტია რომ ზაფხულის სკოლაში წავიდე? კი, აუცილებელი. ნუ თუმცა თუ სტიპენდიას იღებ, დაფარული არის ეს ყველაფერი. ოკეი. და აქაც დაახლოებით ნოემბერში, ოქტომბრის ბოლოს ნოემბერში გაიხსნება მიღება და რამდენიმე ხანი დაახლოებით დეკემბრამდე გაგრძელდება. მაგრამ ხო, ეხლა გამოვრთავ ისევე. იმიტომ რომ ყველა პროგრამას, ეხლა მეც როცა კონსულტაციებს ვატარებდი, ყოველთვის ვიძახდი. ყველა პროგრამაზე რამდენიმე ხნით ადრე მიწერეთ და შეამოწმეთ და საიტზე ამოწმეთ რა, იმიტომ რომ შარშან როგორც იყო, შეიძლება წელს ისე არ იყოს ზუსტად. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დედლაინს აუცილებლად უნდა მიყვეთ. თან ახლა ეს ის პერიოდია, როდესაც ზაფხული არის, ხალხი ცოტა რაღაცა chilling mode-ზე არის გადასული რა, დასვენებაზე, რელაქსზე და ძირითადად ზაფხულში მეწყებოდა ხოლმე მეც ფიქრები, რომ აბა რა ვქნა მომავალი წლიდან, სექტემბრიდან, ოქტომბრიდან და ასე შემდეგ და ახლა თუ გვიყურებ, ჩათვალეთ, რომ ეს ნიშანია, რომ აუცილებლად უნდა წახვიდეთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ისწავლება იქ, გარდა იმისა, რომ სხვანაირი პროფესიონალი შედგები იმ სფეროში, რაზეც შევაბარებ, სხვა ურთიერთობებია, მოკლედ საზღვარგარეთ, იქ თავისი უცხოელებით, ქართველობის დაფასებით და ასე შემდეგ. ამიტომ მგონია, რომ ძალიან რას ვამბობთ ხოლმე, skip-ზე მოგისწარეთ. და გადაწყვეტილებები მიიღოთ ჩაბარებაზე. თან ეხა ბევრზე ჯერ აპლიკაცია არც არის გახსნილი, სექტემბერი-ოქტომბრიდან დაილოდეთ, მოკლედ, მუდმივ რეფრეშში იყავით რა, მუდმივ იმაში. უფრო ადრე. Tuning-ზე ადრე იხსნება უფრო. უფრო ადრე, ხო, რომ მუდმივად ათვალიერეთ, ნახეთ, თან ეს პერიოდი მინიმუმ, როდესაც საიტი გაქვთ შესწავლილი, ჩათვალეთ, რომ ეგ უკვე დიდად გადადგმული ნაბიჯია წინ, იმიტომ რომ შეიძლება ახლა ვინც გვიყურებთ, არ გქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, რაზე სწავლა გინდათ. თუმცა მეც რაღაცა პროგრამებს რო ვეძებდი, მახსოვს რამდენიმე წლის წინ, საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა რაზე მინდოდა, მაგრამ მე იმხელა კატალოგი რომ ვნახე და ისინი მიმართულებები რო გავარჩიე საკუთარ ტვინში, ვნახე რომ ვა რა მაგარია, რომ აქ ეს სილაბუსიც მომწონს, აქ ეს ქვეყანაც მომწონს და ბევრი რაღაცა მოკლედ. შეიძლება ისე მკვეთრად არ გქონდეთ გამოხატული რა გინდათ, მაგრამ იქ თავი საიტი შეისწავლოთ კარგად და ბევრი რაღაცები ითამაშოთ, ივარჯიშოთ და მე ყველაფერი მოვა.
ხო, ანუ ამაზე დავამატებ ერთი, რომ ბევრი სხვა პროგრამაც არის, რა თქმა უნდა, სასტიპენდიოც, ეხლა ჩვენ ყველა კი არა და ძალიან მინიმალური რაოდენობა ავითვისეთ, შეგიძლიათ ნახოთ DAAD, Swedish Institute, ანუ შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის რესპუბლიკის და ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ გჭირდებათ დრო და ინვესტიცია დროის და ენერგიის, რომ ყველაფერი კარგად შეისწავლოთ. მე მგონი შეგვიძლია დასასრულისკენ წავიდეთ, ნინი, საკმაოდ იმაზე დიდი გამოვიდა, ვიდრე გქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხო, რავი, ნახოთ რა. წარმატებებს გისურვებთ ყველას. საჭირო იყო კიდევაც, რომ ბარემ მიგვება იმ თემას ეს ეტაპი ჩავხუროთ, მოდი learning wheel-ის. ჩვენი ვალი მოხდილია აწის საზოგადოების წინაშე, რომ ვიღაცები რაოდენსაც გვეუბნებოდნენ, რომ ასე გვახსოვთან და გავსი რაღაცა ასე რომ აწი რაც გინდათ ის გიქნიათ. გამოგვიწერეთ YouTube-ზე, დააკლიკეთ ის subscribe-ს და გამოგვიწერეთ რა და ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას 7 საათზე. და ერთ პატარა მესიჯს დავამატებ, დღეს არის დედაჩემის დაბადების დღე და მინდა რომ მიმოვაწყო. რასი ძახი გილოცავ დედას მოცავ დაბადების დღეს და შენს გილოცავ დაბადების დღეს, დედის დაბადების დღეს და ძალიან მაგარი დედა ყავს და მოგითხა ჩემგან. მართლა ძალიან კარგი დედა ყავს. დაუჯერეთ აუცილებლად, ნამდვილად ესეა. აბა კარგად, ნინი და შეხვედრამდე. Ciao, Neta. Ciao. თავიდან დაიწყე. ო? მე ვერ ვაბამ ვიცუნი ეგისა რა ქვია, რომ ის რაღაცებს ვერ ვაბამ და დაითვალე და ისე დაიწყე. ერთი. ეს იმაში რო არის, ხო იცი Inglourious Basterds-ში, ამით რომ გაიყიდება ის. ანუ ესე რომ დაწუნებული ხარ, რომ გინდა დღეს ჩავწერო? ой, მაგარია. ეს არის